მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ეს ახალციხის მუნიციპალიტეტია, ივლიტას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია. ამ ადგილზე წლების განმავლობაში ავტობუსების გაჩერება იყო მოწყობილი, რომლითაც ივლიტაში მცხოვრებლები და ეკლესიის მრევლი სარგებლობდა. თუმცა დაახლოებით 2 წლის წინ, მას შემდეგ რაც აქ ახალი საავტომობილო გზა გაიყვანეს, ამ ტერიტორიაზე მოწყობილი მცირე ზომის ნაგებობაც მოშალეს. მოქალაქეები გვეუბნებიან, რომ მას შემდეგ ნებისმიერ ამინდში ტრანსპორტს ღია ცის ქვეშ ელოდებიან. ეგრეთ წოდებული მოსაცდელის გაუქმების შემდეგ ტრანსპორტის ნაწილი ხშირად უკვე აღარც აჩერებს. სოფელ ივლიტაში მცხოვრებლები ნაგებობის დამონტაჟებას ითხოვენ და სავარაუდო ადგილად განიხილავენ ტერიტორიას, სადაც ახლა ახალციხის აბრაა მოწყობილი. გვეუბნებიან, რომ ახალციხის მერიაში წერილიც გაგზავნეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. ადასტურებენ თუ არა წერილის მიღებას და აპირებენ თუ არა მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებას ახალციხის მერიაში. ჩვენ კითხვა ახლად არჩეულ მერს ვარლამ ციკლაურს 30 ოქტომბერს დავუსვით. მან გითხრა, რომ ჩავა სოფელში და გაეცნობა მოსახლეობის საჭიროებებს. ჩავალ ივლიტაში, გავეცნობი ადგილზე, რა საჭიროებებია, მოусვენ მოსახლეობას და შესაბამის სამსახურებთან გავლის შემდეგ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება საუკეთესო. იმყოფებოდა თუ არა ციკლაური სოფელში. ინტერვიუდან 2 კვირის შემდეგ ციკლაური გვეუბნება, რომ სოფელში არ ყოფილა. სოფელ ივლიტაში ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტიც, რომელიც დღეში 3ჯერ დილას, შუადღეს და საღამოს მოძრაობს. ახალციხის მუნიციპალური სატრანსპორტო AIP-ის ხელმძღვანელის თორნიკე ხმალაძის თქმით, ივლიტიდან წამოსული ტრანსპორტი ახალციხის სადგურში რაბათის უბნის გავლით მიდის, თუმცა მოსახლეობა გვეუბნება, რომ არახელსაყრელი გრაფიკის გამო ტრანსპორტს ვერ დაყვებიან და იძულებულნი ხდებიან სხვადასხვა სოფლებიდან წამოსული ცენტრალურ საავტომობილო გზებზე გამოვლელი ავტობუსებით ისარგებლონ. განრიგის შესახებ ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს 50 პირი, რომელთა უმეტესობაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ.